თქვენი რჩევების მიხედვით იმდენი რამე შევცვალეთ ჩემს გონებაში პირველ რიგში და შემდეგ პრაქტიკაშიც, რომ ახლა კიდევ ერთი გამოწვევა მინდა დაგისახოთ და ამ ცვლილებებისთვისაც მზად ვარ. მინდა გვასწავლოთ, როგორ მოვახერხოთ ბალანსი ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების, ისე რომ იყოს ჩვენთვის მისაღების და თან ჯანსაღის და ცოტა მარტივი ვერსიაც თუ შეიძლება, რომ მოსახერხებელი იყოს ამის აწონვა. საიდუმლო ძალიან მარტივია, საზომად გამოგადგებათ საკუთარი ხელები. აი, მარტივი. ეს შეიძლება იყოს პეშვი, შეიძლება იყოს მუშტი, შეიძლება იყოს ხელის გული, შეიძლება იყოს ცერი. ცერიო? ანუ სხვადასხვა პროდუქტს ჭირდება სხვადასხვა მდგომარეობა ხელისა? ეგ არის მთელი ფილოსოფია. შევუყვეთ მაშინ პროცესს ოღონდ. ისეთი სტუმარი ყავს, რომელიც მოისმენს კიდევაც და თან მე თავის ელფერსაც შეძეს და რა ვქნა, უსაყვარლესია, უკარგესია, ძალიან ნათელია ყველაფერი მასში და მის გარშემო. ხო და როცა საკვებზე ვსაუბრობთ, ხოლმე ხშირად გვახსენდება ის, რატომ მეც არ ვიცი. იმიტომ რომ ყველაფერს უყურებთ მარტივად. ისევე როგორც ხელებია, რომელიც გაგვიმარტივებს დაბალანსებას. მარიკო ებრალიძეა დღეს ჩვენი სტუმარი, ჩვენი მომღერალი, ჩვენი მზე. მოგზანდით მარიკო. ჩემი საყვარლეო. მარიკო რატომ იწოთ ესე ხშირად? რა, შენი მე მგონი არ დაიბნევა მაყურებელი. შენ აბსოლუტურად შეგიცვლია შენი პარამეტრები და ყოჩა. ხო, რაღაცა. ხშირად მოვდივარ თქვენთან და უკვე რაღაცა ნამუსზე ნამუსზეც შემე ხო ეს ყველაფერი მინდა რომ რაღაც შენაირად ვიყო და ცოტა ყვებასაც მივხედე. ძალიან მიხარია ის რომ მოდიხარ ეს ერთგვარი мотиваცია შენთვის რომ შენი საკუთარი თავის იდეალური ვერსია იყო. ხო და ეხლა მე მგონი კიდევ უფრო გაგვიმარტივდება ყველაფერი. რა ხდება ეს? რა ხდება და რა ვიცი, რაღაცეები არის და რაღაცა ხელები დაგჭირდებაო. კი. ხელების კომბინაცია. კი, სხვადასხვა კომბინაცია. შენ გსმენია რამე? შენ თვითონ ახერხებ თუ რა დააბალანსო ცილების მოხმარება, დაუშვათ ნახშირწყლების და ცხიმების. თუ აქცევ ამას ყურადღებას. აი, რა, ვაქცევ იმდენად, რამდენადაც თქვათ დღის განმავლობაში ვცდილობ, რომ თქვათ აი საღამოს არ მივირთვა, ეს არ ვიცი რამდენად ბალანსში მეხმარება და თქვათ ერთი დღე თუ რაღაცა ტკბილი მივიღე, მე რაღაცა რამოდენიმე დღე ეს ყველაფერი რაღაცა შევზღუდო ხოლმე რა. ან თქვათ მაგალითად ან გაზიანი და შემდეგ ეტაპებზე ეს უკვე რაღაცნაირად შევაჩერო და გავაჩერო. მაგრამ აი რამდენად თვლაში შეიძლება ეს ჩაითვალოს და რაღაც მარტივ არითმეტიკაში არ ვიცი, ასე რომ ალბათ უფრო არა, ჩემი პასუხია რომ არა. შენ თქვი რეჟიმი, მაგრამ თვითონ საკვები პროდუქტების ესე ვთქვათ მრავალფეროვნებას აქცევ ყურადღებას, რომ ის მიიღო ესეც კი, ზოგადად, ნუ ეს რაღაცა საკვების მრავალფეროვნებაც მომწონს, ძალიან მიყვარს, სალათებიც, თევზიც მიყვარს. ხორცი ნაკლებად, ხო, ხორცი ნაკლებად მიყვარს. ცომეულიც ძალიან მიყვარს. ხო საჭიროა ექიმებო ეს რაღაცა დოზით ხო ვიტამინები, ხო საჭიროა. ხო საჭიროა ეს ყველაფერი არა. ხო და ცოტა ემატება და შედეგიც სახეზეა. კარგი შედეგი, გამწვივა. მე მომწონს შედეგები. ხო და მაშინ გვასწავლეთ ეს ხელის პრინციპით დაბალანსება ჩვენი საკვები რაციონის და იქნებ უფრო ადვილი გახდეს მერე ყველაფერი. დავიწყოთ მაშინ. გისმენთ? პირველი არის დავიწყოთ ბოსტნეულით. ანუ ბოსტნეულის შემთხვევაში, ანუ ჩვენ ბოსტნეულში ძირითადად არის ნახშირწყლები, ოკეი, ვიტამინები. ანუ მისი რაოდენობა და უჯრედისი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კურჭმოწყობის ტრაქტისთვის. პეშვი გჭირდება ამისთვის. მე პატარა წეღან ხო და მე და მარიკო ვადარებდი პეშვებს. მე დიდი პეშვები აქვს და გამხდარია, მე მაქვს პატარა და ვარ პუტკუნა და რა სად არის დამართალი? ხო დედობაში არ იყენებ შენ პეშვს მარიკო. ანუ და მე ვიყენე. სამაგად ვიყენე ანუ აი ეს ბოსტნეული დავუშვით. ხვისი პეშვი ჭამ. მოეშვი ჩემი პეშვი ჭამა. ვიხმარიე. ანუ ეხლა ეს ყველა პეშვს აკმაყოფილებს მე მგონება ჩაუსვი პეშვში მაგრამ გადმოვა. აბა ნახოთ. ნახეთ? აი არა, კარგი მარიკო. კაი, ესე იგი, ერთი პეშვი უნდა იყოს ბოსტნეული? Yes. ფოთოლი თუ არ იქნება, იქვე ჩამჭრინე, კი, წიწურა მივხვდა. ესე მუჭით უნდა ამოვიყო და ის უნდა მოვხარშო.
ყვანი. ხალი. ყვავს რო ხარშავ ეგ არა. შენ განიერი პეში ქონია და მე ცოტა გძელი. კაი, ერთი პეში ბოსტნეული. ერთი პეში არის ჩვენთვის აბსოლუტურად საკმარისი. 3 დღე შეიძლება ვიყო. არა, ეს ერთკვებაზე ვსაუბრობთ. კი. მან ხა ამას დაუმატებთ ჩვენ წერს. ეხლა გადავიდეთ ნახშირწყლებზე, ხო? ანუ ნახშირწყლოვანი საკვები იზომება მუშტით. წეღარ ხო ახსენეთ, ყველა სხვადასხვანაირი აქვს ხა ეს მუშტი. ზოგს დიდი აქვს, ზოგს უფრო პატარა შესაბამისად. მას ვისაც უფრო დიდი მუშტი აქვს, შესაბამისად უფრო მეტი ნახშირწყლები ჭირდება. ანუ ერთი ქვაბი და ჩემი მუშტი. ერთი მუშტი ესა? აბა მოდი შევადაროთ ეხა რომ ეწუწუნები შენი მუშტის და პეშვის ზომაზე და აქ დავყაროთ. გამხოდ გემრი. ამოიხი აბა ერთი მუშტი. ეხა ამას რომ მოხარშავ ხო გაბევდება? მოუხარშავ ნახშირწყალზეა საუბარი? მოხარშავზე კი. არა მოხარ. მოდი მარიკო, დაინახო. ვისი? არა. ვისი აჯობებს? ვაიმე ნახებზე გვი ჩიტი ვარ, ნუ ნავკენკო. ხელზე რომ მიმეკრო? არა უშავ. ნახე რა, ჩიტები ვიდუნო ჩამოთ მარიკო. ნუ ცოტა მართლა მეტი მაქვს ხა. ეთხარი და არ გჯერა. ცოტა კი არა, კარგა გვარიანა. აი, შემდგომ არის ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი ჩვენთვის, არის ცილები. ცილა უნდა ეტეოდეს თქვენი ხელის გულზე. უი, ეს არ ნიშნავს იმას, ხო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ანუ თითებზე არა, ხელის გულზე. არა და გძელი ხო, თითები არა, აი ეს. ხო, ანუ აი ეს, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სიმაღლეში დავალაგოთ ეს. გვია. ჯოხზე წამოსული დავიდოთ. კამპურზე. ნახე რამდენს ვიტანა და ხელის გულზე მეტება თელი შამპუნი. ანუ ეხა ეს არის ეს არის კი. აი ეს გულის თუ როგორც არის ხელის და ეს აბსოლუტურად საკმარისი არის, ეხლა წები გამადეთ რა. აბა მარიკო ზედმეტი არ მოუვიდეს გთხოვთ. ეს დიდია. ცოტა მომაჭი. ცოტა მომაჭი. ანუ მე ჩემი ხელის გულებით რომ ვიმსჯელო, ანუ აქ უნდა ვიყოთ, ვერ უნდა მოვდიოდა ესე იგი. ანუ შენ ამ პრინციპით მართლა რომ ჭამო. გამოვა რომ მასლა გამოდიებლებაში, ესე გამოდის, ხო? ანუ განახევრება გამოდის იმ ულუფებისა, რასაც ხელის გულები და პეშვები აშკარად ჩემზე ორჯერ დიდია. გაპეშვილობა. აი ესე უნდა დავიდო? აი ეგ არის რა. ხო, აი ცერათითი დაგაინტერესებთ ზოგადად, ნახე ცერათითის ოდენობის უნდა მივირთვა. ისეთ პატარა. ავოკადო, ჯანსაღი ცხიმები. რას ცერათითი ამხელა? არა, ეს არის თითქმის თლიან ცერათითზე საუბრობ. ეგ ბევრია ძალიან. ჩემთან აშკარად ბევრია. ხო, ბევრი. განზე უნდა ვიღო ორიენტირი თუ სიგრძეზე? ორივეზე, ანუ სიგანე და სიგრძე უნდა. ეს საკმარისია. აი რა, აი მე მაგა. ნახეთ ეს ნოჭამო დღის დღე. ანუ ერთკვებაზე. მე ვამაბუარი. მე ნუ სჭამესე, ანუ ციციბურასავით. აი ეს ამოვიღებ და მივდივარ. მე და ვცმუცნაობ და. ნახე სინამდვილეში რამდენი მეკუთვნის, ნახე. გინოძველი იმ სიგრძეზე. დავიგე, მაგრამ ნუ ახლა რა არის ამ 5 მეტი კი არა. აჰა. მორჩა, 5 ცალი მეკუთვნის თუ 1 2 3 4 შენ 3. 3. ხო და ანუ ყველა სერათითის ასჭამ თურმე მე. როცა ვჭამ ნუშს. კარგით რა და რა მოხდება ახლა ეს? არა, მოდი ესე არის საკმარისი თქვენთვის ერთ კვების, ანუ ერთ კვებაზე მისაგებად ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. ეს არის დაცინო უბრალოდ. არა, ნახე, ეს არის ბალანსირებული. ამეთი არაფერი. ერთად შევაქუჩოთ ეს ყველაფერი, რომ დასანახად იყოს უფრო თვალსაჩინო. ერთ ჭამაზე რამდენი ჭამ? არა, მარიკო, შენ არ გეწყინება ახლა, მოიცადე? აჰა. შენი მუჭი და ჩემი მუჭი სხვა არის. ეს მომხარშეთ უკვე და ნახე, გარნირი მიუსვით. მერე შემოუსკუპეთ. გეხოცები 3 ცალი დადე, ხო, მეტი არა რა. ხო, აი მარიკო, ეს ცოტა ბევრია. ხო, ეს ცოტა წვერი ალათიც ბევრია. მარიკო, ეს ბევრია. აჰა. ანუ ეს საავადმყოფოში რომ მოხდა ოპერაციის შემდეგ, ხო იცი რა ოდენობა? მაგას ქვია მაგიდან ნომერი 15. ნომერი 15-ია ეს? ხო. არ შეგვირდებით. გემრიელად ამ ტაქტიკას გემრიელად მივთვი ეს ჩემი მაგიდიდან გამოგირე წილე ცოტა ეს ხო ბევრია და ეს ჩემი მაგიდიდან გამოგიგზავნე. შენ ნამდვილი მეგობარი ხარ. ძალიან მიხარია რომ ძალიან კარგად შეჭამ. ეხლა რა მითხარით, იცით რომ ეს იმისთვის არის, უბრალოდ ის ნუტრიენტები მივიღოთ, რომელიც გჭირდებოდა აბსოლუტურად სამყოფია, თუ ეს არის იმისთვის, რომ დავუშვათ კორექციაც მოხდეს სწორად. ორივე, ანუ ეს არის ბალანსირებული კვება.
ანუ ამაზე მეტი არც ორგანიზმს სჭირდება რეალურად იმ შევსების ეს მარტო ის არ არის რომ დავიწყო გავხდე და რაღაც ფორმები შევიცვალო. ხო, ეს არის უბრალოდ ჩვენი ჯანსაღი მიდგომისთვის, რომ ნუტრიენტებით საკმარისად მოვამარაგეთ სხეული და არც ზედმეტი მივირთვით, რომ შემდეგ სანერვიულო გახდეს წონის თვალსაზრისით. ეს ჩემთვის უკვე სანერვიულოა. ყველაფერს რომ უყურე. ეს ნუ ახლა დღეში 4ჯერ, ნუ 3ჯერ თქვა, 3ჯერ სემში. ყოველ 3ჯერ ერდეგიოს ხوار შეჭამ. რა თქმა უნდა. მე გავაკეთებ დილის საუზმე შეიძლება მივატარებ. რაციონით შეიცება. კი. ხო და არის 3ჯერ და 4ჯერ ეს რაოდენობა რო ჭამ, შეერი ნამდვილად არ იქნება. საინტერესო კიდე რა არის, თქვათ ყოველთვის სახში ხوار ჭამ, რესტორანში მიდიხარ, თქვათ იქ არის მენიუ. აი მე გაზრო მე ახლა მე აბა რას აარჩევდი, ლევან. ბურგერები, ჩიზბურგერი, კარტოფილი ფრი, ჰამბურგერი, კარტოფილი ფრი, ქათმის ბურგერი. ხაჭაპურის არჩევანი, იმერული, მეგრული, ლორით ეს პირველად გავიგე. აჭარული ბატონო ლობიანი. პიცა ნებისმიერი, დესერტი, ხილის ასორტი, milkshake. ესენი არაფერი არ არის მან. მაფინი. პური, მჭადი, ყველი, ჭვიშტარი. მოდი ახლა მომეცი ახლა ეს. არა! აიშო. ჭვიშტარი კარგი. ახლა რესტორანში ესე არ მოიქცეთ რესტორანში, იმიტომ რომ სახეში უნდა უთხრა. რა მაგადრეთო? არ აიღოთ მენიუ არ აიღოთ. იმიტომ რომ რესტორანში ხამას რო წაიკითხავ, თავისთავად მოგინდება უკვე თან ან რესტორანში არ იერი რო ხარ, ხო გინდა უფრო მეტი შეჭამო. შეუკვეთავ ბევრ ამეს და ეუნები, ამას ვერ ხედა. შემომხედე გენაცვალი, აი აქ დაატიე რა. დამიტიე აქ. ამიტომ რესტორანში რო შედიხარ, მენიუ გვერდზე გადადევით. მე აი ხამ შემთხვევაში დავხიე, მაგრამ რესტორანში ესე არ მოვიქცე. რა უთხრა რესტორანში? რა სპეციალ მენიუ მინდა თქვა? არეულოში ვიშიხვი. რასაც შეჭამდი ნორმალურად სახში, იგივე შევუკვეთეთ ჩვეულებრივად, აი ბოსტნეული, მაგალითად ბოსტნეული სალათი გრილზე. მაგრამ აი ესეთი შემადგენლობა ანუ მწვადი ხო შემიძლია ამ ხელის გულზე დავიტიო. მწვადი შემილია. კიდე პომიდორი შეგვიძლია. ბოსტნეული გრილზე, ერთი პეშვი მაგალითად. ან ბოსტნეული გრილზე შემიძლია. აგებული ჩაუ არ მოვაქვთ მაინც. ჩაუ ამხანაგო. გარნირად რა მოვითხოვო? ჭადი არ შემიძლია გარნირად ხო? კი, რატომაც? ერთი მუშტი ჭადი. კი, ერთი მუშტი. ყველი შეიძლება. ანუ ჭადი უნდა გავტეხოთ, მარიკო. მე და შენ ჭადი გავტეხეთო და გავტეხოთ ჭადი, დაგვეტევა ორივე ხელის გულზე კიდე მუჭაში. და შემდეგ თუ შეიძლება 5 ცალი ნუში მომიტანე. მე 3. მე 3. მე 3. ეს უნდა შეხვიდე მიადგე ერთი 20 კაცი და ატლევინო რაც ეს ძალიან გავერთეთ, ვიხალისეთ ნამდვილად ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ასე პრაქტიკაში რესტორანში ერთად წავით, ნამდვილად კარგი გამოწვევა იქნება ნამდვილად. და ვაი იმ სამზარეულოს ჩვენ რომ მოვთხოვთ მართლა ესე პეშვით გაზომილ პროდუქტებს, თუმცა სახში ნამდვილად შეიძლება საკუთარი თავისთვის ზუსტად იმ პარამეტრებით ხელმძღვანელობა, რომელიც მოვისმინეთ დღეს, იმიტომ რომ მე დამიჯდა ჭკვეშ და გეტყვი რატო. იმიტომ რომ რადგან ჩემი ინდივიდუალური ხელის ზომაზე არის ყველაფერი აწყობილი და ესე იგი ეს ჩემთვის სამყოფიც არის და არც მავნებს და არც მაზიანებს, არც დამაკლებს და არც მომიმატებს, ასე ვთქვათ, იმ საჭიროებას, რაც მართლა ჭირდება ჩემს სხეულს. მეორე რომ მაინც ხო სულ ვარჩევ რა ვჭამო და ბარემ ამ პრინციპით ავარჩევ რა ვჭამო. დილობით ძალიან კი მიყვარს კარაქიანი პური და სხვათა შორის თქვენ დამთეთ ამის უფლება მომეცი დილობით კარაქიანი პური რომ ეჭამო დიახ. და მე მას მე ვჭამ და ძალიან კმაყოფილი ვარ. თუმცა ლანჩზე და სადილზე ამით რომ ვიხემძღვანელო, ვფიქრობ ძალიან ხანგრძლივად არაფრის პრობლემა არ შემექნება თქო. უბრალოდ გაქვს ისე არაფერს ეში თანსულ მექნება. მე რა ვქნა მე? ხო და ზუსტად მაგაშია მარიკო საქმე რომ შენი პეშვის ზომას უნდა მოვერგოთ. გასაგებია. გამოვა?
მოვიტყუები ძალიან. არა, არ ვიცი. შენ როგორც გადაწყვეტ სწორად და შენთვის მისაღებად ისე იყოს ყველაფერი. ჩვენ უბრალოდ გაგაცანით ამ მეთოდიკას. შენს ჩვენი მაყურებლების მადლობა ნამდვილად. მადლობა. გემშვიდობებით დღევანდელი რჩევები ამით ამოიწურა. ასე რომ დაგემშვიდობებით.